ანუ აი ყველანაირად რო იტყვიან, მიტოვებულად გძნობთ მთავრობისგან თავს და თუ არა ესე კეთილი ადამიანების დახმარება, ჩვენ რო იტყვიან არავის არ ვახსოვართ. გამარჯობა ჩემო კარგებო, მე ვარ ნათია შვიდიშვილის დედა. სამწუხაროდ გადამოწმების გამო მოგვეხსნა სოციალური დახმარება. დავჭით აი ესე ყველანაირი შემოსავლის გარეშე. ვცხოვრობთ აი ესეთ სიტუაციაში. ანუ ტრანსპორტი გვიჭირს აქედან სკოლაში წასვლა. არანაირი არც ჯანდაცვა გვაქვს, არც ბავშვების მხრივ რამე წრეებზე სიარულის დაფინანსება, აი რა ვთქვა, არ ვიცი. ანუ მარტო მე კი არა, ათასობით ოჯახია და ათასობით მრავალშვილიანი გაჭირვებული დედა არის. მე იმედი მაქვს, რომ რა ვიცი, დადგება ის დღე, რომ საქართველოში ყველა თავის სათქმეს იწყვრის და აღარ იქნებია ჩვენაირი დედები, რომლებიც იფიქრებენ საქართველოში იმაზე, თუ რა აჭამონ მათ შვილებს. გიორგის ოცნება არის იყოს ფეხბურთელი. ხო, ძალიან უნდა ფორმა, ბურთი ოცნებობს ფორმაზე და ბურთზე. ლილეს უნდაც ეკვაზე შეცვლა, მაგრამ ვერ შეგვყავს იმის გამო, რომ არ არის საშუალება. ნანუკა დაგვყავდა ანსამბლ ბერიკაში, მაგრამ გამოვიყვანეთ იმის გამო, რომ ვეღარ ვიხდით გადასახადს და ნიკოლოზ რაგბი უნდოდა და ანუ ვერ ვახერხებთ ვერაფერს სამწუხაროდ. ლილეს წერს უნდოდა შესვლა, მაგრამ ვერ მივიდა ცეკვაზე. ვერც ექსკურსიაზე ვერ წავიდა. დედიკოზე გაბარაზებული იყო, რომ წაიყვანა, მაგრამ რა ვქნათ, ვერ წავედით. ეს ძაღლები თავშესაფრიდან მოვიყვანეთ, ზოგი თითოეულ მოვიდა, ანუ გაჭირვებულს აეკიდაო, ჩვენი საქმე ისია, ნახეს, რომ ერთად ვიშიმშილოთო რა, ესე გამოუვიდათ, რომ ერთადო ვიშიმშილოთო და ერთად გადავრჩებითო და ჩვენც უყოფთ ხოლმე ლუკმას, ზოგჯერ ჩვენ არა ვჭამთ და ამათ ვაჭმევთ, იმიტომ რომ ამათმა ლაპარაკი არ იციან და ჩვენ ლაპარაკი მაინც ვიცით და ჩვენი აზრის გამოთქმა კი გვიშლიან ჩვენი აზრის გამოთქმას, მაგრამ ჩვენ მაინც ვლაპარაკობთ და